ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რასაც მწვავედ აკრიტიკებს ზოგიერთი ოპოზიციური პარტია. ნაციონალური მოძრაობა კაპიტულაციას უწოდებს ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის შეთავაზებას არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე და აცხადებს, რომ ამით ქართული ოცნების ხელისუფლება ლეგიტიმაციას მოიპოვებს. რაც შეეხება ფედერალისტების პოზიციას, თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძე ჯერ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და შესაძლოა გადაიფიქროს კიდეც. მართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ დავალება ოპონენტებმა ქვეყნის გარედან მიიღეს და უცხოელი პარტნიორები ფსონს ახლა ლელოსა და გიორგი გახარიას პარტიაზე დებენ. თვითმმართველობის არჩევნები არის ივანიშვილის მაშველი რგოლი იმისთვის, რომ რაიმენაირად ლეგიტიმაცია მიიღოს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამიტომაც ვინც იქნება ამ მაშველი რგოლის სტატუსის შესრულებელი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი აღიქვას რეალურ ოპოზიციურ ძალად, ის გახდება სისტემური ოპოზიცია და იქნება ივანიშვილის სისტემის მიერ შთანთქმული. განმართლად ჩანს რა ინტერესით შეიძლება ჰქონდეს ხაზარაძეს თულცებ გადაწყვეტა და თვითმმართველობის არჩევნებში შევიდა. იმიტომ რომ თავადაც იცის, რომ ეს ფარსია, თავადაც იცის, რომ არანაირ თბილისის წართმევაზე არ უნდა გაიქაჩოს, ერთადერთი რაც შეუძლია არის, რომ ოპოზიციურ ველზე მოიპოვოს უპირატესობა და სტრატეგიულად შეიძლება ეს მისთვის მნიშვნელოვანი იყოს და ვიწროპარტიული ინტერესების სამსახურის საწინააღმდეგო თავისთავად არაფერი მაქვს, მაგრამ ეს რასაკვირველია არაფრით არ გამოადგება იმ ბრძოლას, რომელიც ჩვენ მოსაგები გვაქვს. ისიც გასაგები იყო დიდი ხანია, რომ აპირებენ უბრალოდ გამბედაობა აკლია როგორც გახარიას, ასევე ლელოს, რომ თავის პოზიცია ღია დააფიქსირონ და დაიცვან. თუნდაც დებატებში ზოგადად იმის იმედი მაქვს, რომ ამორჩეველი სათანადოდ შეაფასებს და დააფასებს იმ პრინციპულობას წყალებში, რაც ამ პარტიამ გამოავლინა და არა მარტო მათ არ მისცემს ხმას, არამედ ჩვენ დაგვიჭერს ხარს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ერთ-ერთი პარტია ვიყავით, ვინც პრინციპები დაიცვა, ტყუილი არ უთქვია. სუმცირე ხვდებიან იმას, რომ მათი პოლიტიკა იყო აბსოლუტურად წარუმატებელი, აბსურდული და დამაზიანებელი, იმიტომ რომ რა მოუტანა თვითონ პარლამენტის ბოიკოტმა, ხო? საკუთარი ამორჩევლის ნების უგულებელყოფა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ხაზარაძე, არამედ ოპოზიციაში თითქმის ყველა საბოლოო ჯამში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მიიღოს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, გარედანაც უთხრეს, რომ რევოლუციების თავი თქვენ არ აგაქვთ, იქნებ ისევ საერთოდ რომ არ გაქრეთ პოლიტიკური ველიდან ადგილობრივ თვითმმართველობაში მიიღოთ მონაწილეობა. ეს იქნება და შედეგები იქნება ისეთივე, რა შედეგებიც იყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს. აქ არის რაღაცა ხელოვნური დადგმული სპექტაკლი ამ 4 რადიკალურ პარტიას შორის, თითქოს ვიღაცა ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ვიღაცა არ რჩება. ხა მათი გარეუფროსების მხრიდან გათვლა, რა თქმა უნდა, სწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ფსონს ამ შემთხვევაში დებენ კონკრეტულად ლელოზე და კონკრეტულად ბატონი გახარიას პარტიაზე, ვინაიდან ხა ნაციონალური მოძრაობა როგორც ბრენდი იმდენად სამარცხვინოა, რომ რა თქმა უნდა მიხვდნენ ის გარეუფროსებიც, რომ მათზე ფსონის დადება არ შეიძლება. თუმცა სამწუხაროდ არსებობენ ამომრჩევლები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძე ზუსტად იგივე, ასე ვთქვათ, გარეპირებისგან იღებენ დავალებებს და წარმოადგენენ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და შესაბამისად რახან ესეთი ტიპის ამომრჩევლები ჯერ კიდევ არსებობენ, გარეუფროსებს გათვლა აქვთ, რომ სწორედ ამ ორ პარტიაზე უფრო მეტი ფსონი გააკეთონ ამ არჩევნებს.